გამარჯობა, ეთერშია სოლიდარობის სტუდია და გადაცემას გაუძღვები მე, დავით ახვლედიანი. ჩვენი სტუმარი გახლავთ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი. მოგესალმებით ბატონ მიხეილ, მადლობა რომ მოგესალმებით, დავით, მივესალმებით მაყურებელს, მადლობა მოწვევისათვის. ბატონ მიხეილ, გვაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ხელმოწერები, რომლებიც გროვდება საიტ Manifest.gz-ზე და რომელიც ეხება რუსეთთან დიალოგის დაწყებას, როგორც ვიცით, საკმაოდ ბევრი ხელმომწერია, უკვე 20,000-საც და თუ დააზუსტებთ ალბათ კი და შეექმნა პრობლემა ამ საიტს იმის გამო, როგორც თქვენ ბრძანებთ, მიზანმიმართულად ხდება ეს, რომ არ მოხდეს აქტიურობა ადამიანების, რომლებიც ითხოვენ რუსეთთან დიალოგის დაწყებას. ყოველ შემთხვევაში თქვენ უფრო მეტად ჩახედული ხართ და გარკვეული ხართ ამ მიზეზში, თუ რა შეიძლება იყოს ამ საიტის ფუნქციონირების შეფერხება. და აგრეთვე გადაცემაში ვისაუბრებთ იმ ვიზიტთან დაკავშირებით, რომელიც თქვენ განახორციელეთ როგორც პარტიის თავმჯდომარემ. ასევე მომრავლდა საკმაო თემები, როგორც შიდა პოლიტიკის, ასევე საგარეო პოლიტიკის მიმართულებით და ამ ყველაფერს დღევანდელ გადაცემაში განვიხილავთ და თუ შეიძლება დავიწყოთ იმით, რა სტადიაზე იყო სწორედ ამ ხელმოწერების შეგროვება რუსეთთან დიალოგის დაწყების თვალსაზრისით და რატომ მოხდა მაინც და მაინც ახლა შეფერხება იმ საიტისა, სადაც გროვდება ეს ხელმოწერები. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. სამწუხარო ფაქტი მოხდა, ჩვენ უკვე 22 დღეა აქტიურ რეჟიმში გვაქვს ხელმოწერების კამპანია დაწყებული, როგორც ელექტრონული ვერსია, ასევე ბიულეტენებზე ხელის მოწერებით. რეგიონებში გადაგზავნილია ასობით ბიულეტენი, რომელსაც ავსებენ ჩვენი თანამოაზრეები და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო სულ ყველას ამ აქტიურობისთვის, რამე თუ ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე ცხადად იაზრებს იმ რეალობას, რა რეალობის წინაშე დგას საქართველოს და რუსეთთან დიალოგის არ არსებობა საკმაოდ მძიმე შედეგებით შეიძლება დასრულდეს ჩვენი ქვეყნისთვის. თუმცა ჯერჯერობით ხელისუფლების პოლიტიკა გვაძლევს იმის საშუალებას და იმის იმედს, რომ ეს დიალოგი შედგება და სწორედ ამისკენ არის მიმართული ეს ინიციატივა, რომელიც ბატონ მამუკას ინიციატივით, მამუკა-ფიფიას ინიციატივით 7 რიცხვში მოხდა, 7 მაისს ამბასადორში შეიკრიბნენ ქართული პოლიტელიტის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და გადავწყვიტეთ, რომ ეს ყოფილიყო ზეპარტიული მოძრაობა, თავისუფალი ტრიბუნა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შემოუერთდეს, გახდეს მისი აქტიური წევრი, ასევე გახდეს აი ამ ორგანიზაციის თანადაფუძნებელი და სრულუფლებიანი წევრი, როგორც პიროვნულად, ასევე თავისი ორგანიზაციებით. ხელმოწერები საკმაოდ, მე ვიტყოდი, საკმაოდ კარგი ტემპით მიმდინარეობდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ ჩვენ თანამოქალაქეს გარკვეული პრობლემები აქვს და მათ შორის მეც დიდად არ მიყვარს ელექტრონული ვერსიების ხელის მოწერა, მაგრამ ხალხმა გამოიჩინა ძალიან დიდი ინტერესი და გუშინ უკვე 22-23,000 მივიდა ეს ციფრი 23,000-მდე. საშუალო დღეში 1,500, 1,600, 1,700 ხელმოწერაა და ვიტყვი, რომ საკმაოდ კარგი შედეგები ჰქონდა. მაგრამ სამწუხაროდ 2 დღეა ეს საიტი განიცდის, არ ვიცი, მათი დამფუძნებლების გადაწყვეტილება არის, ტექნიკური შეფერხება არის, თუ წინასწარ დაგეგმილი, ასე ვთქვათ, პრობლემის შექმნა, ამაზე რთულია საუბარი, მაგრამ ფაქტია. საიტი გუშინ ნახევარი დღე მთელი საიტი გათიშული იყო. საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები, რომელთაგან ძალიან დიდი აქტიურობა, იმიტომ რომ მათ არ შეუძლიათ ქაღალდზე მოვაწერონ ხელი და ბიულეტენში დააფიქსირონ თავიანთი მხარდაჭერა. ასე ვთქვათ, მიმულები არიან ელექტრონულ ვერსიას. რუსეთიდან პრაქტიკულად ვეღარ შედის ამ საიტზე. დასავლეთ ევროპის და ამერიკის შეერთებული შტატებთან გარკვეული და სერიოზული პრობლემები არის და რაც ყველა სამწუხაროა, საქართველოში თბილისშიც ხდება ის მომენტი, რომ საიტი არ იხსნება და აი ამ ვითარებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა მე ჩვენი კოლეგები იმაში, რომ რაოდენ მნიშვნელოვანი საქმე კეთდება, რამდენად საშუალო საქმე კეთდება, იმიტომ რომ აი ეს მრავალწლიანი ასე ვთქვათ, მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქართველოს 99.9% არის თავგადაკლული
პროდასავლური ორიენტაციის ეს ძალიან მალე გახდება ნათელი. ამავდროულად გამოკითხვა იყო და აღმოჩნდა რომ 17%-ით შემცირდა ევროპის მიმართ, ევროკავშირის მიმართ ნდობა და 59%-ზეა დასული. ესე იგი რაღაცა უკვე ოფიციალურად ჩვენ გვაქვს ნახევარი მოსახლეობა უკვე აღარ ენდობა ევროკავშირს, აქედან გამომდინარე მე არ ვამბობ რომ აქ პრორუსულობაზე საუბარი არის, აქ არის ელემენტარულად პრაგმატული პოლიტიკის გატარებაზე, რომლის შედეგადაც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რომ 200.000, 300.000 ხელმოწერა ეს არის ის მოსახლეობა, რომელიც აქტიურია პოლიტიკაში და ეს არ არის პატარა ციფრი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაახლოებით 100.000 გვექნება ელექტრონული ვერსია, თუ ასე გააგრძელეს, შეიძლება გაჭირდეს, მაგრამ დაახლოებით 2 იმდენი ჩვენ გვექნება ვერსია დაუშვათ ხალხზე დაფიქსირებული, იმიტომ რომ რეგიონებში მოგვიწევს ჩასვლა, იქ კამპანიის გაშლა და მასაც გეტყვით, რომ დიდი ძალისხმევა არ გვჭირდება და ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენ თანამოქალაქეებს, რომ ძალიან საღად ხვდებიან ამ გარემოებას და ხარს გვიჭერენ. ყოველ შემთხვევაში რაღაც კიბერშეტევას არ გავს ეს, როგორც ჩანს ეს შიგნიდან არის. ხო, რაღაც კიბერშეტევა არ არის, ეს საიტი, როგორც კი დავინტერესდი, ეს არის პროლიბერალური ძალების მიერ კონტროლირებადი, მათი ჩამოყალიბებული თუ შექმნილი საიტია. ეთყობა ელდა ეცათ, რომ ამდენი ხალხი აქტიურობს და ამდენი ხელმოწერა. არ ელოდნენ, მართლა ნამდვილად არ ელოდნენ იმას, რომ თან ეს როგორი ადამიანებია, ვინც თავის თავს აფიქსირებს, მათ არ ეშინიათ თავიანთი თავის დაფიქსირება, თავის პირადი მონაცემების შეტანა და თქვენ წარმოვიდგინეთ, როცა 150 და 200.000 ხელმოწერაში აგურებს სადაც ადამიანი თავის პოზიციას ღიად აფიქსირებს, ერთი იმდენი უნდა ვიფიქროთ, რომ ეს იქნება მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც სურს ამ დიალოგზე წასვლა, უფრო მეტი კონტაქტები რუსეთთან, მაგრამ რიგი მიზეზების გამო თავს იკავებენ და ამაშიც არის გარკვეული მარცვალი და ამ ხალხსაც მესმის. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მადლობა მათ, ვინც ისაც არ შეეშინდათ და დღეს იყვნენ სტუმრები მოსულები და გითხრეს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. საჭიროა ძალიან მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა და სწორედ ეს ხელმოწერები უნდა გახდეს ხელისუფლებისთვის ის გამშვები, მექანიზმი, რომელთაც ისინი იმუშავებენ და პრაქტიკულად მისცემენ საშუალებას თავის თავსაც საქართველოს და ჩვენ მოსახლეობას და მეზობლებსაც რომ დავანახოთ ის სურათი, რასაც რეალობაა და არა ის ტყუილი, რომელშიც უკვე 30 წელზე მეტი ვცხოვრობთ. აი ეს არის სამწუხარო, რომ აი ესეთი ხერხებით დაიწყეს ამ ხელმოწერების წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ არა უშავს. რაღაცა იბრძვიან და რაღაცა გვებრძვიან, ესე იგი ეს საშური საქმეა და აქედანაც კი ერთხელ გავაკეთოთ ის დასკვნა, რომ ჩვენი ნაბიჯი სწორი იყო, ჩვენ სწორ გზაზე ვდგევართ და დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი შედეგი იქნება და დიდ შედეგს დავდებ. მე ასე ვფიქრობ. კი ბატონო. ბატონო მიხეილ, აგრეთვე საინტერესოა თქვენი ვიზიტი სტავროპოლში, რუსეთის ფედერაციაში. ჩვენ როგორც ვიცით, მარტო არ ბრძანდებოდით პარტიის წარმომადგენლებთან ერთად იყავით, ლიდერებთან. რა კონკრეტული გზავნილები იყო ამ შეხვედრაზე, თუ შეგიძლიათ ჩვენს მაყურებელსაც აინტერესებს, ვინაიდან ყველა მიეჩვია, რომ აი მოსკოვში ვიზიტი, მაგრამ სტავროპოლის მხარე საკმაოდ ისეთი ერთ-ერთი საკმაოდ დოვლათიანი მხარეა რუსეთის ფედერაციაში, ხალხის ცხოვრების ხარისხიც მაღალია, პრინციპში კავკასიონის ქედს მიღმა, ახლო ჩვენი მეზობელი როგორც თქვა დაღესტანი, ყარაჩაი-ჩერქეზეთი ან ჩეჩნეთი ან ინგუშეთი ან ცოტა მოშორებით არის, თუმცა მაინც ისეთი მხარეა, სადაც აკვირდებიან კავკასიაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ასევე საინტერესო ის გახლავთ, რომ სწორედ სტავროპოლში შედგა ეს კონფერენცია და უფრო ვრცლად თუ შეგიძლიათ მეტი დეტალი, რომ ჩვენმა მაყურებელმა იცოდეს ამის შესახებ და რა გზავნილები იყო ამ კონფერენციაზე. დიდი მადლობა, მე ვთხოვ რეჟისორს ჩემ საუბართან ერთად კადრები, რამდენიმე კადრი ავარჩიეთ. ეს იყო ჩრდილო კავკასიის ფედერალური უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ტრადიციული სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ჩატარდა ქალაქ სტავროპოლში, ეს გახლავთ დარბაზი, სადაც იყო შეკრებილები არა მარტო რუსეთის რეგიონებიდან, არამედ სასონხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს იყო წარმოდგენილი და კონფერენცია ეძღვნებოდა მეორე მსოფლიო ომის, დიდი საომლო ომის გამარჯვების 80 წლის თავს და კავკასიის როლი აი ამ დიდ გამარჯვებაში, რომელშიც რა თქმა უნდა საქართველოს
თავისი ძალიან დიდი წვლილი გაიღო. კონფერენცია იყო ძალიან საინტერესო, აი ჩვენ ხედავთ კონფერენციის მეორე დღეს, ეს პირველი კადრები იყო პლენარული სხდომის. ეს უკვე ჩვენ გვაქვს მეორე დღე, როდესაც სექციებში დაიწყეს ჩვენმა კოლეგებმა მუშაობა, საქართველოს პარტიიდან წარმოადგენდა ბატონი თემურ ფიფია პარტიის გენერალ-მდივანი, თქვენი მონამორჩელი და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, მე არ მინდა ჩამოვთვალო, მე არ გამომჩეს და არ საწყენად არ დარჩა. ძალიან წარმომადგენლობითი იყო საქართველოს მხრიდან და ეს ძალიან გვახარებს, იმიტომ რომ რუსეთში არ არიან განებივრებულები და არ ჩვენ ვართ განებივრებულები აი ასეთი შეხვედრებით, სადაც პრაქტიკულად ერთმანეთს უთხარით ის რეალური პრობლემები, რაც დღეს დგას კავკასიაში. სამწუხაროდ ფაშიზმი ჩვენ გვეგონა ყველას რომ დამარცხებული იყო, ფაშიზმი იყო დაძლეული, მაგრამ აღმოჩნდა ის რომ 2000-იანი წლების მეორე ნახევარში 2015-20 წლისთვის თავიჩინა კიდე ახალმა ფაშისტურმა გამოვლენებამ და ფაშისტი მოგონა როგორც ლიბერალიზმის ერთ-ერთი სახეობა, ანუ ლიბერალიზმის ქურგში გახოული ფაშისტური გამოვლენებები და ჩვენ გვჭირდება დაფიქრება, გაანალიზება. ძირითადად კონფერენცია ეძღვნებოდა 41-45 წლის გამარჯვებას და აი ამ კონტექსტში განხილული იყო დღევანდელი რეალობა. ის რომ კავკასია დღესაც რჩება სამწუხაროდ ფეთქებად რეგიონად და ეს რეგიონი, როგორც რუსეთის მეზობელი რეგიონი, ძალიან საინტერესო არის დასავლელი პროლიბერალური და ლიბერალური ძალებისთვის ერთი უბრალო მიზეზის გამო, რომ კიდევ ერთხელ რუსეთის სამეზობლოში დაანთონ ცეცხლი და მოხდეს ის, რაც ჩვენთვის ყველასთვის დამღუპელი, მიუღებელი არა, მიუღებელი შეიძლება ყოფილიყო რაღაცა ეს რამდენიმე წლის წინ 10-5, მაგრამ დღეს უკვე აი ეს ფაქტი იქნება ჩვენთვის დამღუპელი, რომ ვერც საქართველოს, ვერც ჩვენი სამეზობლო ამას ვეღარ გადაიტანს და ეს დამთავრდება ძალიან ძიმე შედეგებით. რაც შეეხება ჩვენი დელეგაცია შეხვდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, იყო ძალიან საინტერესო საუბრები, დაიგეგმა შემდგომი ურთიერთობები და ყველა ძალიან უხაროდა, როდესაც იგებდნენ რომ საქართველოსდან იყო დელეგაცია ჩასული, მე პლანურ სხდომაზე მქონდა სიტყვით გამოვედი, ბატონი თემურს და ჩვენ კოლეგებს ჰქონდათ ასევე გამოსვლები, ჰქონდა საკმაოდ საინტერესო დისკუსიები, მე მინდა მადლობა გადაუხადო ამ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, სტავროპოლის ხარის ხელმძღვანელობას, რომ მოაწყეს ასეთი ფართომასშტაბიანი შეხვედრა და მე იმედი მაქვს, რომ მსგავსი შეხვედრები კიდევ ერთხელ დაგვანახებს იმას, რომ კონტაქტების გარეშე, ურთიერთთან საუბრის გარეშე არაფერი არ გამოვა. ახლა რო ვამბობთ რა იყო, მოდი ვთქვათ რა უნდა მოხდეს, რომ თავი დავიცვათ, ხო? ჩვენ ისევ ერთობაში უნდა გავერთიანდეთ. რა ფორმა იქნება, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, 3+3 იქნება, ოდკბ იქნება თუ სხვა ჯერ მაგას ადრეა საუბარი, მაგრამ ყველაზე ახლო არის 3+3. სადაც აი იმ ქვეყნების, რომელიც მე ჩამოთვალე, ყველა არის გაწევრიანებული. ნუ ჩვენ ისევ ერთიანობით უნდა შევუტიოთ და უნდა დავიცვათ თავი იმ საფრთხეებისგან, რომლისგანაც ჩვენ ჯერ არა ვართ დაზღვეულები. საინტერესო იყო ეს შეხვედრები იმ კუთხითაც, რომ იქ უკვე იგრძნობა, რუსეთში იგრძნობა, მოგახსენებათ მე 30 წელზე მეტია ურთიერთობა მაქვს სხვა შტოებთან ხელისუფლების რუსეთის და დღეს უკვე ბოლო რამდენიმე წელია იგრძნობა ის გააზრება, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება. ასე არ შეიძლება და რუსეთმა უკვე გადაწყვიტა დაიცვას თავის ინტერესებს და სწორედ აი ამ თავის ინტერესების დაცვის კონტექსტში ხდება ის, რაც ხდება, ის ტრაგედია კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ ჩვენ დამოკიდებულებას და ჩვენ დამოკიდებულებას უკრაინაში მიმდინარე ტრაგედიის. ეს არის პირდაპირი ნიშანი იმის, რომ მსოფლიო დღეს და ფაშიზმი არ არის დაძლეული. ფაშიზმი არ არის დამარცხებული და ჩვენ ხედავთ ამ მდგომარეობაშია უკრაინელი ხალხის დიდი ნაწილი თუ მცირე ნაწილი მაგას მნიშვნელობა არ აქვს. უკვე კარგად მიხვდა რომ ისინი მოატყუეს, მაგრამ სამწუხაროდ მალანი ვინც აფინანსებს ამ უბედურებას, ისინი ცდილობენ ეს ომი არ შეწყდეს და მათ არადუღირს 100,000-ობით და ასე ვთქვათ მილიონამდე უკვე ესეთი მსხვერპლი, რომელიც არის გაღებული როგორც ერთი მხრიდან, ასე ვთქვათ რუსეთის მხრიდანაც საკმაოდ დიდი მსხვერპლი არის. რისი თავიდან აცილება შეიძლება, რომ ჩვენ ადრე გვეფიქრა 60-იანი წლების ბოლოდან ესე გავბედავ 70-იან 80-იან წლებში მივხვდარიყავით საითკენ მიყავს კაცობრიობა აი ამ ვითომ ახალ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას რაც ჩვენ დაგვემართა არა მარტო ჩვენ თითქმის ყველა ქვეყანა ერთ და იგივე ეტაპი გავიარეთ
ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის და ამაზეც იყო საუბარი, რომ ჩვენ მოვდუნდით, ჩავთვალეთ თუ რაღაცა გადავლილია რუბიკონი, მაგრამ მოხდა ის რაც მოხდა და კიდევ რო არ გაძლიერდეს, კიდევ რო არ გამძაფრდეს ჩვენ რეგიონში და კავკასიაში, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ კონფერენცია იყო კავკასიის ხალხების როლი დიდ საამულო ომში და დიდ საამულო ომში გამარჯვების. დაახლოებით ესეთი კონტექსტი იყო, ესეთი შეხვედრა იყო, ორდღიანი კონფერენცია იყო და ძალიან კმაყოფილები ვართ, იმიტომ რომ ახალგაზრდები, რისი აღნიშვნა მინდა, ძალიან ბევრი ახალგაზრდა მონაწილეობდა ამ უმსხვილესი კავკასიაში. ინტერესი უფრო დიდი ჩანს როგორც უმსხვილესი უნივერსიტეტის სტუდენტები ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები ამ კონფერენციაში. გამოსვლები ქონდა, ძალიან საინტერესო გამოსვლები ქონდათ ამ ახალგაზრდებს და ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ და დიდი მადლობა ყველას იმათ, ვინც ხარი დაგვიჭირა, შეგვაქო ამ ნაბიჯისთვის, ამ კონფერენციაში მონაწილეობის მიღებისთვის და უფრო მეტი იმედებია იმისი, რომ მეტი კონტაქტები გამოაჩენს იმ გზას, რომლის გარეშეც ჩვენ აი ამ 22-25 წლიანი ტყუილიდან ვერ ამოვალთ. ხო, რადგან ახალგაზრდები კადრებში ჩანდა საკმაოდ რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილები, როგორც ჩანს, მან იქ დიდია ინტერესი საქართველოს მიმართ. დიახ. რასაც ვერ ვიტყვით ჩვენ ახალგაზრდებზე, რომლებიც აჟიტირებულები არიან აი ამ გლობალისტურ ლიბერალური გზავნილებით და ნარატივით, რაც აქ საპროტესტო აქციებში ჩანს, კონტრასტი არის. და თქვენ როგორ ფიქრობთ, ბატონო მიხეილ, აი რადგან იქ რუსეთში ახალგაზრდები ასეთი მოწადინებულები არიან, რომ ურთიერთობები იყოს აღდგენილი საქართველოსთან, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ აქ თუნდაც ახალგაზრდების კონტინგენტში უფრო საღი რაციონალური მიდგომები წამოვიდეს, რეალობას უფრო ესეთი დაბლარული სათვალეებით კი არ უყურონ, არამედ აღიქვან ისე როგორც არის. ან ჭეშმარიტად როგორც აი ეს პოლიტიკური მოვლენები როგორც ვითარდება, პერსპექტივები როგორი იქნება, თუნდაც რეგიონში თქვენ ახსენეთ პროექტი X3+3, სხვა პროექტები ასევე რეგიონალური, მაგრამ აი ეს ბინდი რო გაქარწყლდეს და საბოლოო ჯამში თანხwebdriver რომ მოხდეს, როგორ წარმოგიდგენიათ რა, კიდევ რა უნდა, როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები. ჩვენ არაერთხელ გვითხოვს ბატონო დავით, რომ ყველაფერს შეიძლება მოევლოს, ოფის მეურნეობასაც, მრეწველობასაც, ეკონომიკასაც, მაგრამ ყველაზე დიდ გამოწვევად ჩვენი მოსახლეობა და საქართველოსთვის ხდება სამწუხაროდ ისევ და ისევ ახალგაზრდობა. რამე თუ მათ თქვენ სწორებძანეთ აი ამ წლების განმავლობაში შეუცვალეს ღირებულებები. მე ნაკლებადა ვარ მომხრე იმისი, რომ ეს ახალგაზრდები და ეს ბავშვები დავადანაშაულო ამაში. უმძიმესი წლები გაიარეს მათმა მშობლებმაც, ვინც ახლა ახალგაზრდები იყვნენ 90-იანებში და ცრუ დაპირებები, რომლებიც მიიღეს და ის ცრუ იმედები იგივე ნატოსთან დაკავშირებით, იგივე ევროკავშირთან დაკავშირებით, დღეს უკვე ჩვენ ხედავთ, რომ ეს არის დიდი ტყუილი და აი ამ ტყუილის გააზრება უნდა მოხდეს. თუ ჩვენმა ახალგაზრდა თაობამ ვერ გაიაზრა, რა მოხდა და რა მოხდება უახლოეს პერიოდში, მე შეიძლება ჩვენ მოგვიწვიოს საკმაოდ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში მყოფი ძალიან დიდი რაოდენობის ჩვენი ახალგაზრდებთან ურთიერთობა. და ამე ძალიან წინააღმდეგი ვარ მათ ვეჩხუბოთ, არა, მათ შესაძლებლობებს და გვარად უნდა აუხსნათ რეალობა, უნდა უთხრათ, რომ მარტო ისინი კი არ მოტყუდნენ, ჩვენი თაობას მოტყუდა, ჩვენ მე და თქვენ არ გულისხმობთ და ჩვენ კოლეგებს, ძალიან ბევრი ჩვენი თაობის და ჩვენზე უფრო ჩვენ წინა თაობა აჟიტირება დიდი იყო მაშინ. საჭირო არის ამის გააზრება, რომ ეს იყო ტყუილი. ანუ შენ თუ დაავადებას დაუსვი დიაგნოზი მე უკვე გამოინახება მკურნალობის საშუალებები, მაგრამ ჯერ დიაგნოზი გვაქვს დასასმელი და მათ ჩვენ უნდა აუხსნათ, ეს გარდაუვალი პროცესია, იმიტომ რომ თავდება ლიბერალიზმი, მსოფლიოში თავდება ერთპოლარული სამყარო, პრაქტიკულად ხედავთ, რომ დასრულებულია, ეხლა მიდის ცხელი ფაზა არის ამისი და უფრო ცხელში რო გადაიზარდოს, მაქსიმალურად უნდა მომამზადოთ ჩვენი ახალგაზრდები, მაგრამ იმ განათლების სისტემით, რომელიც ჩვენ გვაქვს, პრაქტიკულად მე ამას შეუძლებდა ვთქვი, იმიტომ რომ ყველა წამყვანი ეგრეთ წოდებული საქართველოს უმაღლეს სასწავლებელის 99% არის ლიბერალური გავლენის ქვეშ და დღესაც მათი ლექტორები, რომლებიც 90-იანის დასაწყისში თვითონ სტუდენტები იყვნენ, დღეს უკიჟინებენ, რომ მხოლოდ დასავლეთი და ანუ რუსეთი ეს არის უბედურება, რუსეთი და რუსეთთან მოთანამშრომლე ყველა ქვეყანა ლამის მტრის დონეზე აყვანილი და ეს თუ არ დავძლიეთ, ჩვენ ძალიან ცოტა დრო დაგვჭა. ჩვენ დრო პრაქტიკულად არა გვაქვს
არც იმის დრო არ აქვს, რომ ძალიან ხშირად უმეოროთ და ჩვენ უნდა პირადი მაგალითები ვაჩვენოთ. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მაქსიმალურად, რომ ჩვენ მეზობელთან ურთიერთობის გარეშე გამორიცხული არის იმ ნაბიჯების და იმ ორმოდან ამოსვლა, რომელშიც 90-იანების დასაწყისში ჩაგვაგდეს და გვითხრას, რომ ეს ქერის ორმოაა, მაგრამ აღმოჩნდა სხვა რამის ორმო, არ მინდა თქვა ისი ორმო აღმოჩნდა და აქედან როგორმე უნდა ამოვიყვანოთ. ჯერ ჩვენი თავი ყავს ამოსაყვანი და მე ეს ახალგაზრდები. რაც შეეხება რუსეთში, იქ კიდე შენარჩუნებული არის. ისინი პარადოქსი ასევე იმაშია, რომ პროგრესად აღქმულია დეგრადაცია, რეგრესი. რაც ქუჩებია ამის ანარეკლი. აი ლაკმუს ინდიკატორივით არის. თბილისის ცენტრალურ ქუჩებში რომ გაიაროთ, მიხვდებით როგორ დეგრადირებს თაობა. ამ კუთხით მინდა აღვნიშნო, რომ აი სტავროპოლის ამ უნივერსიტეტში იგრძნობა, რომ ესენი არიან სტუდენტები. ანუ როგორც კი შეხვალ იმ წუთში იგრძნობა, რომ ეს არის სასწავლო დაწესებულება, დაწყებული ჩაცმულობით, ვარცხნილობით. ანუ იქ ეთყობა კიდე შემორჩა მიუხედავად იმისა, რომ ის ბოლონიის პრინციპზე გადასული რუსეთი რამდენი წელია და ეხლა უკვე უარი თქვეს ამაზე და გამოფხიზდა რუსეთის განათლების სისტემა. მაინც ეს თვით ორგანიზება, თვით მოწესრიგება, პედაგოგთან დამოკიდებულება, სტუდენტის და პედაგოგის ურთიერთობა, სტუდენტის ვიზუალი, მათი დაინტერესება თავიანთი ქვეყნის ისტორიის, იმ მომავლით, ხა მე ძალიან ეჭვმეპარება, რომ მე დისკუსია გავმართო ახლა ძალიან ბევრ ჩვენ ახალგაზრდთან და ისეთი შეიძლება ასე ვთქვათ ძალიან მწვავე კითხვები დასვან, მაგრამ საერთოდ არ აინტერესებს. ანუ ჩვენ რა გვაინტერესებს, ჩვენ ახალგაზრდებს რა აინტერესებს? შემოსავალი, კი ბატონო, ეს ნორმალური როცა ადამიანი იმსახურებს კარგ შემოსავალს და განათლების და ცოდნის ხარჯზე და გამოცდილების ხარჯზე, კაი შემოსავალი, ეს ნორმალური მომენტია, მაგრამ როდესაც არც ერთი, არც მეორე, არც მესამეა და ცარიელ ადგილზე ხდება ის ამბიცია, რომ მე უნდა 3, 4, 5, 10,000 ლარი მქონდეს ხელფასი და მე მარტო დასავლეთში ვიპოვნი ჩემ ადგილს, რომელიც უკვე დაიკეტა. შემილია ნებისმიერ და ყალბი წარმოდგენა თავისუფლებას. ხო, თავისუფლებაზე და მე ნებისმიერ შემილია გარანტირებულად ვთქვა, თუ ამას 10 წლის წინ დაგვრჩინოდნენ, 20 წლის წინ სერიოზულად არიღებდნენ, დღეს უკვე ბრაზობენ, იმიტომ რომ ხვდებიან, რომ დასავლეთთან ჩვენ დავასრულეთ ურთიერთობა. მე არ ვამბობ, რომ ცალკეულ ქვეყნებთან არ გვექნება, იმიტომ რომ ის ქვეყნების გასათავისუფლებელია. იქ რა პროცესებიც მიდის ახლა დასავლეთ ევროპის განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, თუ ესე გაგრძელდა, ისინი აღმოჩნდებიან ჩვენზე მძიმე მდგომარეობაში. მათ აქ დემოგრაფიული პრობლემა დაუდგათ. დაუდგათ რასობრივი პრობლემა. ყოველმხრივი პრობლემები დგას იქ და ეს მემარცხენე ყაიდის პოლიტიკოსები იტალიაში მოუყარი ახლა თვალი რომ ამბობენ რომ ჩვენ რაც შეიძლება მეტი ორბანი გვჭირდებაო. ხო, იმიტომ რომ და არა მაკრონი. იმას მივხვდნენ რომ ასე გაგრძელება შეუძლებელია და ის რაც დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ხდება და ის პრეზიდენტი რომელიც დღეს იქ არის ჩემი ღმერთმენი და ჩემი კოლეგების აზრით ეს იყო იძულებითი ნაბიჯი რომ სოფლიოში არ დაწყებულიყო მესამე მსოფლიო ომი ბირთვული ომი ანუ იქ შეიძლება ძალიან ბევრი არ მოსწონდა ტრამპს ეგრეთ წოდებული deep state-ში არ თუ სხვა დაჯგუფებებში პოლიტიკურ მაგრამ გამოსავალი სხვა არ იყო ბაიდენის და მისი მომხრეები აუცილებლად მიიყვანდნენ იმ დონეზე ესკალაციას საერთაშორისო დაძაბულობის რომ ბირთვული შეტაკება მოხდებოდა. უკრაინა სრულიად მათკისერზეა. კი ბატონო, უკრაინას მათკისერზეა და აი ეს შეტევა რომ მოხდა ახლა რუსეთის აეროდრომები დაიბომბა და მოხდა ეს ასე ვთქვათ რუსეთის სიღრმეში პრაქტიკულად 6000 და 5000 კილომეტრი უკრაინიდან. ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას, რომ არც ამერიკის შეერთებული შტატები და ვერც დღევანდელი მისი პრეზიდენტი ბოლომდე ვერ აკონტროლებს პროცესებს. არ არის მათთვის ეს ანუ მათთვის მომგებიანი ეს ნაბიჯი არ იყო. ეს არ იყო ამერიკის შეერთებული შტატების სურვილი. იქ შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატების იყო მე ჩართული, უკრაინას იყო ჩართული, სადაზვერვო სამსახურებზე მაქვს საუბარი, ბრიტანეთის და ასე შემდეგ, მაგრამ ეს იყო კონტრპროდუქტიული თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დასვას მხარეები სამშვიდობო მოლაპარაკებაზე და ამითი მიიღოს თავის დივიდენდები, რასაც დაპირდა ამ მომრჩეველს. ამავდროულად არის ევროპის რეალური ის ნაწილი, რომელიც ხვდება, რომ პირველი ღმერთო დაიფაროს, თუ რამე ჩაფრინდა, ეს იქნება ევროპის ტერიტორიაზე. ჯერ იქ ჩაფრინდება და მერე ჩაფრინდება დაუშვათ ოკეანის იქით. ხო და ამიტომ თქვენ რა ძანეთ, რომ მეტი ორბანი გჭირდებაო, ეს აქედან გამოდის. იმიტომ კი რომ მათ 3 წლის და 4 წლის და 5 წლის ორბანი უნდათ.
მაშინ სხვა რამე უნდათ, მათი ილუზიები კიდე იყო, რომ რუსეთს დაამარცხებდნენ ბრძოლის ველზე. რუსეთს რაც არ უნდა აუფეთქვა, რაც არ უნდა წაართვა რამდენი თვითმფრინავით, აგერ კურსკში რო შევიდნენ და კურსკის ოპერაცია დაიწყო ისევ დასავლეთის მიერ წაქეზებულმა და დაორგანიზებულმა ოპერაციამ, აი всё რუსეთი დამთავრდა, აგერ რუსეთში გადავიდა ომი და ხედავთ რომ დღეს კურსკიდან ეს ძალები არის გამოდევნილი და განთავისუფლებულია, ხო ეს ტერიტორია. ამიტომ მოდით ახლანდელიც აი ამ ტერაქტებზე თუ რაც გნებავთ შეტევაზე თუ დარტყმებზე რაც გნებავთ ის დავარქვათ უკრაინელების მხრიდან რუსეთის ამ ობიექტებზე და ავიაციაზე დღემდე საქართველოში მაინც არის სტერეოტიპები. იყო ისეთი ახტაცებული მაჟორული გამონათქვამები, რომ ხედავთ, აი როგორ იცავენ თავს, ჩვენ ამერისკენ ვართ, რომლებიც აი თუნდაც იქ მტერს ზიანს აყენებენ. და ადამიანები სოციალურ ქსელშიც დავაკვირდი, რომლებიც პრინციპში არ არიან ისე განწყობილები აგრესიულად რუსეთის მიმართ, ან თქვათ ისეთ რაციონალურად უყურებენ საკითხს, რომ ეს ომი არ არის აქ მარტო ერთი მხარე დაინტერესებული და ორივეს ბრალეულობა შეიძლება იყოს. ნუ ომია, გასაგებია, ორი მხარე იბრძვის, მაგრამ რუსეთს რადგან არ იცნობენ, ესეთი ბანალური კითხვები მაინც ისმის. აი ქვეყანა, ამხელა ქვეყანა და ნახეთ რამხელა დარტყმები მიაყენეს უკრაინელებმა და რეაქცია არ აქვს. დასრულებულია რუსეთი, ხედავთ, პუტინი ვერაფერს ვერ შვება. იქ რა ვიცი, ვინც არიან მათი ხელმძღვანელობა, ოფიცრები, გენერალიტეტი ვერაფერს ვერ შვებიან, ხედავთ რა დღეში ჩააგდეს, ანუ აღქმები არის არასწორი. ისინი გამოდიან რა პოზიციით, იცით, ბატონ მიხეილ, რომ წარმოდგენილი აქვთ, რომ რუსეთი არის ისეთი პატარა ზომით პატარა ქვეყანა, როგორიც არის ნებისმიერი ევროპული ნატოს წევრი ქვეყანა ავიღოთ. გნებავთ საფრანგეთი იყოს, გნებავთ გერმანია, ესენი ევროპისთვის დიდი ტერიტორიის მქონე ქვეყნებია, მაგრამ რუსეთი გაყავთ ამავე რანგში. რომ ის თუ არის ისეთივე მანდატის მქონე, თქვათ, გაეროში, აქვს ისეთივე გენერალური შტაბი, როგორიც გერმანიას, ან იტალიას, ან საბერძნეთს, ან ნებისმიერ სხვა ქვეყანას, აი ამ პრიზმით აღიქვამენ რუსეთის მოქმედებებს. ვერ წარმოუდგენიათ, რომ უკრების ეს დარტყმები, რომ განადგურდა რამდენიმე სტრატეგიული ბომბდამშენი, თქვათ, ან ასევე ავიაგამანადგურებელი. ნახეთ რა დades, როგორც ომი როცა იწყებოდა უკრაინაში. აი, რუსეთს ახლა ისეთი ზარალი აქვს, რომ ახლა ჩამოიქცევა. ახლა წერენ, 7 მილიარდამდე ზარალი მიადგა რუსეთს. არ იცნობენ რუსეთს, ვერ ხვდებიან დღემდე, რომ ეს არის ამ ტლანქი დიდი უზარმაზარი ქვეყნისთვის კოღოს ნაკბენივით. მაგალითი ანალოგი, ახლა კიდე ბევრი იმასაც იტყვის, რომ მაშინ იქ 15 რესპუბლიკა იყო, უზბეკები იყვნენ, ყაზახები, ყირგიზები. არ ახსოვთ, რომ 41 წელს, 42 წლის ჩათვლით ვერმახტმა მოუსპო მთელი ავიაცია. აი პირდაპირ ამ მიშეჩოკებს რო ეძახდნენ. პირველივე ტყვირა. I15 და I16 ჯერ კიდე 30-იანი წლების გამანადგურებლები რომ იყო, რუსული. პირდაპირ ისე ჩაუბომბეს ამ მესერშმიტებით და ამ ფოკე-ვულფებით, რომ როგორც სპიჩკის კოლოფები ისე დაუწვეს, აი სასანთის კოლოფები ვიწვავდნენ. დაძირეს მთელი ფლოტი შავ ზღვაში, ბალტიის ზღვაში. ამოყირავებული გემები იყო, პირდაპირ აი ფორშტევენი გემის ამოყირავებული იყო იქ ყირიმის სანაპიროებთან, მთელი აი რაც კი არმადა იყო რუსული საბჭოთა, ყველაფერი დაუძირეს. მაგრამ 45-ში როგორ დასრულდა, ამას არ ფიქრობენ. ზუსტად ასეთივე მიდგომებია აი ამ წერტილოვან დარტყმებზე, რაც განახორციელა. და აქ მედინსკის პრეს კონფერენციიდან ანალოგის და მაგალითის მოყვანა შეიძლება. გახსოვთო ხომ უკრაინელი ბავშვების გატაცების შესახებ 100,000-ობით ბავშვია მოტაცებული. მერე ჩამოვიდნენ 20,000-ეო. ეხლა მერე ჩამოვიდნენ 2,000-ე და ახლა სია მოგვაწოდა 339 ბავშვზე და როგორც ჩვენგან არის წაყვანილი ეს ბავშვები, ისე თვითონ უკრებს ყავთ წაყვანილი ეთნიკურად რუსი ბავშვები, რომლებიც დონბასში ცხოვრობდნენ. ამას გატაცება კი არა, გადარჩენა ეწოდებაო, როდესაც აი ამ რუხ ზონაში მოხვდნენ და ბუფერში, პირდაპირ საომარ მოქმედებებში. ამ ბავშვების ევაკუაცია ხო უნდა მოხდესო და დაიწყეს საიდან 100,000-დან ჩამოვიდნენ 20,000-ეო და საბოლოოდ 329 ბავშვის სია მოგვაწოდეს, იქიდან გასარკვევიაო. თუ კი ვინმე ოჯახში დასაბრუნებელია, დაბრუნდებაო. ანუ აი ამ PR ტექნოლოგიებზე და სტრატეგიაზე აქვს დასავლეთს აწყობილი ეს ყველაფერი და მხარს უბავენ დასავლეთის ქვეყნები. უკრებს. დასავლეთის ქვეყნები, ნუ ხა გასაგებია რატომაც უბავენ მხარს და რატომაც არის ახლა ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგას გადადგმული ნაბიჯი. აი დიდი ალბათობით მათი გათვლა ესეთი იყო, რომ
აი ამ ტერაქტის თუ შეტევის შედეგად რუსეთი უარს იყო და მოლაპარაკების მაგიდასაც დაждდომა და ამაში იქნებოდა გარკვეული წილი რეალობის და შეიძლება რუსეთი ბევრს არ გაემტყუნებია. მაგრამ მოხდა ის რაც მოხდა, დაждნეს ასაუბროთ, ორივე მხარემ თავისი წინადადებები მიიტანა, რუსეთი რა თქმა უნდა, ხოლო თავის წინადადებებზე იქნება თანახმად, პატარა დათმობები შეიძლება იყოს სხვანაირად არ გამოვა, მაგრამ მივიღეთ ის რომ ამ ეტაპზე არ არის ჩაშლილი მოლაპარაკება მიმდინარეობს და რა პასუხს გასცემს რუსეთი აი ამ შეტევას, ეს უკვე მათი გადასაწყვეტია, ეს ჩვენი სამჯოლო არ არის და ეს ჩვენი საქმეც არ არის მათ შორის, მაგრამ ის რომ მშვიდობიანად უნდა დასრულდეს და ის რომ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში ამ შემთხვევაში პრეზიდენტის ინტერესებში არის ამ კონფლიქტის დარეგულირება და მას ასევე ყავს ამერიკის შეერთებულ შტატებში მტრები როგორც მის გარეშე მის იქით ანუ ევროპას გულისხმობ ეს უკვე ფაქტია ხო რატო მოინდომა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დღეს ამ თამაშში ჩამულიყო იმიტომ რომ მას წინასაარჩევნოდ ნათქვამი აქვს სიტყვა რომ მე დავამთავრებ ომს მე ვიქნები მშვიდობის ყოფილი მე ასე მე ისე და ამავდროულად ამერიკამ უნდა დაიბრუნოს თავის ეკონომიკური სიძლიერე და აღარ უნდა იყოს ტრილიონი ვალების მფლობელი თუ ამ კუთხით თუ შევხედავთ ამერიკის შეერთებულ შტატებს თავისი ასე ვთქვათ ამბიციები და თავისი მიზნები ამოძრავებს დასავლეთ ევროპა პრაქტიკულად დაცლილი არის სამხედრო ინფრასტრუქტურიდან ანუ მათი პოტენციალი არის მხოლოდ ახლა დამყარებული ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო პოტენციალზე და თუ ამერიკამ უარი თქვა ამ ნატოზე და ამ ორგანიზაციებზე რომელიც პრაქტიკულად შექმნილი იყო უკვე ვარშავის ხელშეკრულების დასრულების შემდეგ მხოლოდ ერთი მიზნით რომ დაეშალათ პირდაპირ თქვა დაეშალათ რუსეთი მაშინ ვიღებთ მოცემულობას რომ რუსეთი ვერ დაშალეს რუსეთი თქვენ სწორებ ზანეთ უნდა რუსეთი უნდა იცოდე აი რამდენს მეტი მსგავსი ინციდენტები მოხდება რუსეთის ტერიტორიაზე მით უფრო გაძლიერებული გამოვა რუსეთი ამ თამაშთან და უფრო მეტი პატრიოტიზმი გაიღვიძებს ჩვენ გვითხოვს რომ 2000 წლამდე 2000 წლის მერეც დასავლეთს რომ ბოლომდე არ მოენდომებია რუსეთის აპატიეთ დაშლა და მოსპობა შეიძლება ვერ გამოფხიზლებულიყო რუსი ანუ ნელ-ნელა რომ აი ეს შხამი ნელ-ნელა რომ შეეყვანათ 2000-იანი დასაწყისში მოინდომეს პირდაპირ აი ნახრაპამ რო იძახია რა შეტევით აიღო ნუ ჩანდა კლინტონი როგორ დასცინოდა მობარბაცე ელცინს და ყველაფერი სახეზე ამა გამოიწვია უკუ პროცესები თვით ვლადიმერ პუტინმა თქვა რომ ჩემი შეცდომაც იყო და ჩემი კოლეგებისო ჩვენ გვეგონაო ჩვენ იგივე ქვეყანად ჩავქვლიდნენო ადრე ხო კომუნისტური ვიყავითო და როგორც საქართველო ხო როგორც საქართველო და სულ ეს დემოკრატიობანას თამაში სულ ყალბი აღმოჩნდა ეხლა დარწმუნებული ვარ რომ შტატები ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში მივა იმ კონდიციებამდე რომ ეხლა ყველაფერს აბრალებენ ჩვენ მოქმედ ხელისუფლებას ასე არ არის როგორც ხდება თუნდაც ეს რასა იუკნევიჩიანეს რაღაცა სულელური მორიგი რეზოლუცია გაუმძაფრებიათ რომ უკვე რიგით სახელმწიფო მოხელეებსაც დაუწესეთ და მათ ოჯახის წევრებსაც გადაწყვეტენ რა დემოკრატიაზეა ლაპარაკი ეს არის დემოკრატიის სრული უგულებელყოფა და სწორედ აი ასეთი განცხადებებით ახლა ცდილობენ გავიდნენ ფონს რაც წყალში ჩაეყრება და შტატებზე გულისხმობ რომ თუ კი ექნება ტრამპის ადმინისტრაციას ისეთივე გაგებით თქვათ პარტნიორი რეგიონში რასაც ისინი ცდილობენ საერთოდ დაავიწყდებათ ეს პუნქტები რაცაც მანამდე ბაიდენის ან რომელიმე სხვა ესეთი ლიბერალი გლობალისტი პრეზიდენტის ადმინისტრაცია ქადაგებდა მე მინდა კიდევ ერთხელ ჩემი საყვარელი რიბკოვის ულტიმატუმი მოვიშველიო და აი ამ ულტიმატუმის მიხედვით ხდება ეხლა რუსეთის ქმედებები და მათი საქმიანობა რუსეთი არ დაუშვებს გამორიცხული არ დაუშვებს იმას რომ აღმოსავლეთ ევროპისგან მას ჰქონდეს სამხედრო საფრთხე ამას როგორ გადაწყვეტს სამხედრო იქ ოპერაციის ჩატარებით აი ამ აეროდრომების დაბომბვის შემდეგ რუსეთს ჰქონდა ყველა წინაპირობა და უფლება იმისი რომ კაზუსბელი დაეფიქსირებია მე მგონი ჰქონდა ამას ელოდებიან რომ იქნებ როგორმე გადავიდეს იქნებ როგორ აღმოსავლეთ ევროპაში გადავიდეს და ნუ მე რა თქმა უნდა იტყვია რომ რუსეთი არის ტერორისტი რუსეთი თავს ესვეს მაგრამ თუ ერთხელ რამე დამარქვეს ბატონო დავით მე უკვე ჩემს მნიშვნელობა არ აქვს ერთხელ დამარქვევენ ამას თუ სამუდამოდ ეს სახელი მექნება ოღონდ მე ჩემი ქვეყნის
ჩემი ქალაქის და ჩემი ოჯახის ინტერესებს გავატარებ. არა სხვის ხარჯზე, არამედ საკუთარი ინტერესებიც დაცვით და სხვასთან ურთიერთობის დაფასებით. ახლა კონფერენციაზე ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ახალ ურთიერთობებზე, ხო? და მეც მათ შორის მომხრევა და დამეთანხმდნენ კოლეგები, რუსი, სომეხი კოლეგები, რომ აზერბაიჯანი ჩვენ ის ვეღარ იქნება. ახლა ჩვენ რა მდგომარეობაში ეს ვატყუებენ ჩვენს, რომ აი მე კამათებიან ესეთი კუთხით, რომ შენ საბჭოთა კავშირის დაბრუნება გინდა, ხო? ბიჭო, საბჭოთა კავშირი ვერ დაბრუნდება. ისე როგორც ვერ დაბრუნდებოდა რუსეთის იმპერია 1918 წელს. ეს ეტაპი უკვე გავლილია. ეხლა არის ახალი ურთიერთობების მოძებნის პერიოდი. იმ ისტორიული წარსულის გათვალისწინებით, რაც გქონდა, არავის აღარ არჩენს. აი ამაშიც მოდით რა, ჩვენ უგვექნება ილუზიები, რომ ახლა რუსეთთან რო დავიწყებთ ჩვენ ურთიერთობას, ისევ გავხდებით რომელიღაცა პრივილეგია. არა ბატონო, არა, იმათმაც ისწავლეს ჭკუა, იმიტომ რომ ჩვენ ისე გამოვედით საბჭოთა კავშირი და იმდენი დედა ვაგინეთ რუსეთს. იმის ვაგიროსად გვეთქვა რომ კი ბატონო, შენც სულ დღეში ხარ, მეც სულ დღეში ვარ, მაგრამ მე მახსოვს ის სიკეთე, რაც შენ გააკეთე. 1801 წლიდან. არა, ჩვენ ეს არ გავაკეთეთ. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ურთიერთპატივისცემაზე, ურთიერთ ინტერესების გათვალისწინებით ამ ურთიერთობების აწყობა ყველასთან, მარტო რუსეთთან და პოსტსაბჭოურთან არა. იგივე აღმოსავლეთ ევროპის, იგივე აზიის ქვეყნებთან აგერ ურთიერთობები არის. ახლო აღმოსავლეთის და აზიის ქვეყნებთან ჩვენი, შენი ინტერესები დააყენე წინ და პარტიის შენი პარტნიორი, უცხოელი პარტნიორის პატივისცემით განისწავლება. როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ რუსეთს არ აქვს თავისი ინტერესები საზღვარგარეთო, აი მაშინ იყო რუსეთი უკვე დასრულებული. როგორც კი თავისი ინტერესების შესახებ დეკლარირება მოახდინეს, ავტომატურად რუსეთი გახდა უკვე ის დამაბრკოლებელი ქვეყანა, რომელიც ივანე მეოთხის ხანის პერიოდიდან მოდიოდა. ხო, და ის ყავდათ კიდე ეს კიტრივით სკოზირევი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელსაც ახლა მთელი დასავლური მედიები ეხვეწებიან ინტერვიუებს და თავიანთ სასარგებლო განცხადებებს აკეთებინებენ. ანუ წარმოგიდგენიათ, ხო, ეს სკოზირევი. და სად არის დღეს სკოზირევი? ამერიკის შეერთებულ შტატებში საკმაოდ ძვირადღირებულ ვილაზე ცხოვრობს და მოგეთ არაფერი არ აწუხებს აწყობენ, რომ მათ აი 90-იანებში მათ აიღეს ის რის გამოც რუსეთი უკვე დანაწევრების პირას მიყვანილი რუსეთი კარგად მახსოვს მე 90-იანების ბოლო 16-15 წლებში რუსეთი იყო დაშლის პირას თითქმის ყველა მსხვილი რეგიონი ფიქრობდა ან უკვე ნაბიჯები ქონდა გადადგმული დამოუკიდებლობისკენ მათ შორის ტატარსტანში მათ შორის ურალის უნდა შექმნილიყო დამოუკიდებელი რესპუბლიკა თავისი ვალიუტით ანუ პრაქტიკულად ქვეყანა იყო დაშლილი მაგრამ არა აი დასავლეთთან ბოლომდე ანუ ძალისმიერი მეთოდის გამოყენება მოინდომა და აი მან მოხდა გარდატეხა ანალოგიურია ეხლაც რუსეთთან დაკავშირებით რუსეთს რაც უფრო მეტ ფიზიკურ დაპირისპირებაში შეხვა რუსეთთან მით უფრო აძლიერებ ანუ ესე აქვს ისტორიული გენეტიკური როგორც გემოცე დავარქვათ ამ ქვეყანას ხო ის პირიქით ღიზიანდება და თუ უკრაინის ტრაგედიის დაწყებამდე X% იყო მოსახლეობის რომელიც ამართლებდა ხელისუფლებას და X რომელიც ამტყუნებდა დღეს შეიცვალა ფარდობითობა დღეს უდიდესი ნაწილი რუსეთის მოსახლეობის ამართლებს ამ ოპერაციას იმიტომ რომ დაინახეს ვისთან ჰქონდათ საქმე და უკრაინაშიც არის არ არის უკრაინას ერთმნიშვნელოვანი განწყობები იქაც ხდებიან არავის არ უნდა ეს ომი არავის არ უნდა თავზე ყუმბარები და არავის არ სურს შიმშილი და უბედურება მაგრამ როდესაც ხელი გაქვს მოწერილი ჯვარი წერია თქვენ და მე იმაზე რომ ეს უნდა გაატარო და ეს უნდა გააკეთო ამაზე ზედმეტია საუბარი მე უფრო მეცაც გეტყვით მე ღრმადა ვარ დაწუნებული უკრაინის ელიტაშიც ხელისუფლებაშიც არის ხალხი რომელსაც ძალიან დიდი სურვილი აქვს ეს დასრულდეს და მათ ბოლომდე არ იყვნენ საწყევარები თავიანთი შთამომავლობის მხრიდან რომ ეს ასე მოხდება და ჩვენ დღევანდელი მდგომარეობა საქართველოს ხო რატო აი ამ ხელმოწერებზე რატო გოგა ესეთი რაღაცა გამახვილებული ყურადღება იმიტომ კი რომ ამას ახლა პირდაპირ მივიტან პარლამენტში და არის ხა იტყვიან 200,000 ხელმოწერა და არა იმიტომ რომ მოხდეს მენტალური გარდატეხა მოსახლეობაში რომ თქვენ ესე არ არის მებო ეს ასე არ იქნება და ადრე თუ გვიან ეს პარლამენტი შეიცვლება სხვა პარლამენტი უნდა მოვიდეს როდის მოხდება ეს უკვე ხელისუფლებაზეა დამოკიდებული იმ პარლამენტი ისეთი პარლამენტი უნდა მოვიდეს რომელიც ამოიღებს იმ სამარცხენო ნატოსკენ სწრაფის
პუნქტს ხო 78-ია მე მგონი თუ არ მახსოვს. ნუ ეს ამოსაღებია ერთ მნიშვნელოვნად. როგორ უნდა ამოიღო შენ საკონსტიტუციო უმრავლესობა არა ანუ გჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა. საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება ახალი არჩევნები. ჩვენ გვაქვს იმის საშუალება საქართველოს მოსახლეობას მე ახლა აი ყველაზე ნაკლებად მადარდებს ახლა მე ოპოზიცია რომ მოუწოდებს ხელისუფლებას დანიშნი არჩევნებიო. ახლა რო იყოს რეალურად ის ვითარება რაც ჩვენ გვინდა და საერთკენაც მივდივართ ეს არჩევნები არ უნდა დაინიშნოს. მხოლოდ იმიტომ რომ ის ოპოზიცია მოუწოდებს, მაგრამ აქ ოპოზიციის მოწოდებაზე აღარა საუბარი. აქ არის ობიექტური რეალობა, რომელიც ჩვენ დაგვიდგება. ნატოს როგორ არის მეორე მომენტი რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერბალურად განაცხადოს ჯერ გააკეთოს მოსამზადებელი სამუშაო ჩაატაროს, თქვას რომ მე უკვე უარს ვამბობ ნატოზე. აი ნატოს რაც შეეხება რეჟისორს ვთხოვ ფოტო თუ შეიძლება რომ ვაჩვენოთ ეს ფოტო გამოქვეყნდა რადიო თავისუფლებაზე. ეს ქართულადაც აქვს წარწერა. უქმდება საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებო. ეს არის ლესელიძის ქუჩის დასაწყისი თავისუფლების მოედანთან. აფხაზის ქუჩა არის ახლა. რამდენიმე კვირის წინ, 1-2 კვირის წინ, ახლა ზუსტად არ მახსოვს, ერთ-ერთ გადაცემაში მე დავსვი პირდაპირ კითხვა, რომ ეს ცენტრი რატო ფუნქციონირებს? ანუ მისია რა აქვს? ნუ გასაგებია, რომ იჯარის თანხას იხდიან, აქირავები აქვთ ეს ოფისი და გამოკრული იყო ეს აბრა. ანუ ოფიციალურად იქ კი წერია ამ კონსტიტუციაში, რომ 78 მუხლით რომ ნატო და ევრო ინტეგრაცია და ასე შემდეგ, მაგრამ ეხლა როგორც ჩანს მიხვდნენ, რომ ეს ზედმეტია ეს აბრა იქ თავისუფლების მოედანზე. ვინაიდან არ ჩანს ნატოსთან არანაირი კავშირი და ურთიერთობა. ანუ ეხლა სამიტი რომელიც ახლა ჩანიშნულია, საერთოდ საქართველოს დელეგაცია იქ იქნება თუ არა წარმოდგენილი, არ ვიცით. უკრაინის ნატოში სწრაფვასთან დაკავშირებით ისინიც კი ამოიღეს უკრაინელები და ერთადერთი რაც ჩვენ შევიტყვეთ აი ამ ოფისის გაუქმებასთან დაკავშირებით ის რომ ეს ფუნქციები გადავიდა საგარეო საქმეთა სამინისტროში. ნუ იქნება ალბათ იქ ერთი ოთახი გამოყოფილი, სადაც ამ ნატოსთან ურთიერთობის შესახებ ედებათ დოკუმენტები და ალბათ გაუგზავნიან მეილს იმ ბატონებს, რომლებიც ახლა არიან დაკავებულები რეგიონში ნატოს პრომოუშენით, რომელიც უკვე აზრს მოკლებულია, საერთოდ აქ დღეს გამოკითხვა რო ჩაატარო, რომელიც საქართველოს მოქალაქე იტყვის, გარდა იმ თავღიებისა, რომ არიქა ნატოში გვინდაო. დღეს საქართველოს ნატოში შესვლა ან რაიმენაერად ნაბიჯის გადადგმა საქართველოზე ნიშნავს ერთი დიდი უბედურების მოტანას, რაც ზუსტად ისეთივეს, რაც უკრაინაში ხდება ამჟამად. მე დარწმუნებული ვარ უკრაინის კონტექსტში საქართველოს განიხილება ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის დიალოგის დროს, იმიტომ რომ ეს რეგიონი დიდი ალბათობით, აი ძალიან დიდი პროცენტით უკვე გადადის რუსეთის ინტერესების სფეროში. ანუ ჩვენი საერთო ინტერესების სფეროში, არა რუსეთის. ჩვენი ინტერესებია, რომ რუსეთთან ურთიერთობა გქონდეს დალაგებული და ნუ რა თქმა უნდა მივესალმები აი ამ ნატოს ოფისის გადაყვანას საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში. ასევე უნდა კიდევ ერთხელ მოუწოდო საქართველოს უნივერსიტეტის რექტორს, ჩამოხსენ ბიზიკო ის უკრაინის დროშა რო კიდია, უკვე სასაცილოა. მე მგონი უკრაინაში აღარ კიდია ეს დროშები თქვენ რო გიყიდიათ. ეს კონტრპროდუქტიულია და სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ ცოტა ვიტანჯებით პროვინციალიზმით. იმ პროვინციალიზმით, რომელიც რა თქმა უნდა არ არის. კარგად ვიტანჯებით, ცოტა არ არის ეს, ბევრია ეს პროვინციალიზმი. არ გულისხმობს, არც რაიონში დაბადებულ გაზდეს, მე იმდენი ვაკელი და ვერელი. მენტალურ პროვინციალის გულისხმობს. პლეხანოველი პროვინციალი ვიცი, რომ ვერ ჩამოგიტვლის. და სტრატეგიული აზროვნების დეფიციტი. სტრატეგიული აზროვნების დეფიციტი ჩვენ არ გვინდა. სამწუხაროდ პატარა ქვეყნების სინდრომი ყოფილა ეს, რომ სტრატეგიულად ჩვენ ვერ ვთვლით 10, 15, 20 წლის პერსპექტივას. ჩვენ ვთვლით, აი ჩვენი ცხვირი წინ მე თუ ვიქნები ამაში მონაწილეობა, თუ მე ხდება, მე მაშინ მაწყობს. თუ მე ამაში არ ვიღებ მონაწილეობა და ჩემ თავს ვერ ვხედავ ამაში, მე ეს აღარ მაწყობს. ეს არის პატარა ქვეყნების სტრატეგიული ხედვა, რომელმაც ძალიან ბევრ ქვეყანა მიიყვანა კატასტროფის ზღვარზე, ხო? ჩვენ ამ მდგომარეობაში ვართ დაწყებული 90-იანებიდან დამთავრებული დღეს. როდესაც მართლა ვიღაცა ფიქრობს, რომ ხუთი თვითმფრინავი აუფეთქეს, რამდენადაც ზვირია უნდა იყოს ეს თვითმფრინავები და რუსეთი ჩამოიშალა. იმაგონო თქვენთვის არ იყოს გერმანია მოსული იყო, უკრაინა, ბელორუსია აღებული, ოკუპირებული ტერიტორიები იყო. და 2 წლის შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. არავინ, აი ეს ჩვენ ახალგაზრდები ვთქვით, ეს ტყუილი დღესაც გრძელდება, ნახეთ.
აი ამ ტყუილში აცხოვრებენ ამ ბავშვებს. ნუ ხედავ, აი რუსეთს დამარცხებს უკრაინა. ეს არის უკვე დანაშაულის ტოლფასი და ნუ ხა ხელისუფლება რა თქმა უნდა ადეკვატურია ამ კუთხით, ამ ხედვით და ცდილობს რომ მაქსიმალურად აი ახლა ეს ნატოს ოფისის გაუქმებას და სხვა დროშების თუ ჩამოიხსნება სხვა სახელმწიფო უწყობაზე ევროკავშირის ეს იქნება კიდე ერთი ნაბიჯი რომ ჩვენ გამოვდივართ ამ სიბრიყვიდან რომელშიც აღმოჩნდით ნუ ნებსით უნებლიეთ ჩვენ გვინდოდა ეს ადამიანს რაღაცა რომ უნდა იმას მე ეჩვენება რაღაცები და რაღაც ფობიები ეწყება ამა თუ ილუზიები შენ ეხლა უნივერსიტეტში მე ერთ პირველი დღე რო დასრულდა პატარა საზეიმო ვახშამი მოაწყეს მაგრამ რესტორანში ქართული ღვინო იყო არ დავასახელებ რომელი კომპანიის ქართული ღვინო იყო ვიცნობ ვინც არიან ეხლა იმასთან რომ მივიდეთ ჩვენ და უთხრათ რომ აი ჩვენ ამ საქმეს ვაკეთებთ და მოდი დაგვიდექი ძმაო გვერდში ფინანსურად არა შენი თანამშრომლებით ისე რას მეტყვიან რას ლაპარაკობ რუსეთთან რა მინდა საურთიერთობოთო და იქ ექსპორტზე რო აგზავნიან ღვინოს ეგ კარგია ანუ ფული შოვნა იქ კარგია იქიდან ჩამოტანილი პროდუქცია და აქ მოგება გადასარევი მაგრამ ჯობს ლანძღოთო ჯობს ლანძღოთ იმიტომ რომ აგერ მიშამ თემურმა მერაბმა თქვენ ჩვენმა კოლეგებმა ჩვენ ვაკეთოთ ეს აქვე მამუკა ფიფიამ იქ დღეში 2-3 შეხვედრა გამართოს უმაღლეს ხელისუფლებასთან სხვამა მოგებანახო და რომ იხვიდე დამცინები აი ზუსტად აი თქვენ ჩავატაროთ ექსპერიმენტი და უთხრათ ჯერ არ მიგვიღებენ და თუ მიგვიღეს როგორ გამოგვისტუმრებენ უკეთეს შემთხვევაში ეჭიქა ღვინო დაგვალებიონ და მე გითხარ რომ იცი რა ძმაო ჩვენ ბიზნესმენები ვართ პოლიტიკაში არ ვერევით მაგრამ პოლიტიკაში როგორ არ არის როცა იმ ქვეყანასთან გაქვს საუბარი იმ ქვეყანაზე გაქვს საუბარი სადაც მილიონი წადი გაყიდე შენი ღვინო ბატონ მიხეილ თქვენ რასაც ახლა ბრძანებთ პირადად გამოვცადე 2012 წელს აი იმ ღვინის თემაზე როცა ემბარგო იყო აი იმ სულელების ისინი ყველა როგორც ვაცითხები წვერებზე მოკაჩავენ და მე თავს წააცლიან აი ზუსტად ისე არის მათ მიმართ აი ეს კომისია რო არის წულუკიანის ჯობია დაიბაროს და გვახსოვს რომ ფეკალიებზე ლაპარაკობდნენ იქ რუსები ყველაფერს ვამნენო და ასე შემდეგ მე ერთმა ადამიანმა ფიზიკურმა პირმა უბრალოდ ისე დავსვის კითხვა რომ შესულიყო და გაეხსნათ ეს ბაზარი და გაიხსნა ეს ბაზა პირველ წელს მარტო 41 მილიონის ღვინო გაიყიდა საქართველოსთან რამდენი წელი გავიდა იმის მერე პირდაპირ ეს ამპლიტუდა იზრდება ამ გაყიდვების ანუ ძირითადი შემოსავლის წყაროა და აქ რო დავბრუნდი ერთხელ თქვი მე ერთ-ერთში აი რაც თქვენ მოიყვანეს სწორედ ზუსტად ეს მაგალითი რომ თან მეკითხებიან რა ღვინო იყო იქ ნუ პირდაპირ ახლა პოლემიკა რო იყო ამ რუსეთის პრეზიდენტთან უთხარი რომ კი ბატონო აი რომ გასინჯოთ ჩამოვიტან ერთი ბოთლი და მოგაწვდით მეთქი მართლა გადააწოდეს მე მე-11 განყოფილება იყო მეორე დღეს რომ მოვფრინავდით მე და ოპერატორი მივიტანე როგორც კი დავპირდი ორი ბოთლი ეს ღვინო დავტოვე ქართული წითელი ღვინო იყო შავი ღვინო ეგრეთ წოდებული და აქ არც ერთი არ გატოკდა ეს მეღვინეები მე ერთი ამბავი რო ატყდა სიუჟეტები ხო კეთდებოდა ზედ მიჯრით რამდენიმე სიუჟეტი გაკეთდა და ერთადერთი იყო არ დავასახელებ რომ დაინტერესდა რა ღვინო იყო ანუ არ ვიცი ახლა თვითონ აპირებდა რა ღვინო იმუშავებდა იმიტომ რომ პუტინი თუ გასინჯავდა ან მისი რომელიმე ქვეშევრდომი ხო აი რომ დავტოვე იმ განყოფილებაში ესეთი ლამაზი ქალი შემოვიდა წელში გამართული პოლკოვნიკი იყო პირდაპირ ფორმა ეცვა და ნუ მომეცითო სად არისო რაც უნდა გადავცეთო მეთქი აი მე ჩემი მოვალეობა მე რაც თქვი ვასრულებ კი ბატონო აი გიტოვებთ აგი შეფუთულია გნებავთ შეამოწმეთ გნებავთ თვითონ დალიოს გნებავთ თქვენ თუ შემოგთავაზებთ თქვენ დაიტოვეთ მეთქი თქვენ გადაწყვეტეთ ხო და ამის მერე იყო ეს რომ გაიხსნა ეს ყველაფერი ხო და ეს მაგალითი ზუსტად მაგიტო გამახსენდა თქვენ სწორედ ბრძანებთ რომ აქ ერთი წარბი არ შეუხრია ვინმეს ერთადერთი კომპანია იყო აი აეროპორტის ტრასაზე იყვნენ აი ლილოსკენ რომ მიდიხართ ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ ჩამო ყველაფერი გამო მანქანით რომ მივედით სიუჟეტისთვის ცალკე კონიაკი ცალკე ღვინო ცალკე არაყი ჩააწყვეს და ზუსტად ასე დავანაწილე ეს მძღოლებს აი შოლოხოვის იმაში რო არის უძბაჩელავეკაში რა რომ აი ეს ყველა კონცლაგერში მყოფებსო დაჭრა იქ სალა შავი პური ზუსტად ესე მეთქი ეს გოგოებს ეს ოპერატორებს ეს მძღოლებს და ესე დავარიგე ეს რაც გამომატანეს ერთადერთი კომპანია იყო რომელმაც ინამუსა თან როგორც ჩანს კარგი სტრატეგიული ხედვა ჰქონდათ ამ ბიჭებს ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ ამ კომპანიის მეღვინეები დაანარჩენებმა აი ვისაც ფული აქვს ნაშოვი აი რა ღვინო იყო რა მეაწოდეო თან აი ისიც უნდათ და ესეც უნდათ ხო არა ხო აი ქართული ესეთი მომენტი ქართული ბიზნესი რომელიც მიბმული არის რუსულ ბაზარზე
ძალიან არ მინდა ახლა ვაწყენინო, სუბუქად მინდა ვთქვა, რომ არაპრაგმატულად იქცევიან, რომ ყველაფერს აქვს თავისი მოთმინება. მე იქ რაღაცა შეიძლება აღმოაჩინოს რუსულმა სამსახურმა, საინტერნეტო სამსახურმა. აი ხო ხედავ ჩვენ რომ ამბობდით, არ შეიძლება ერთ ბაზარს მივებად. წადი და მიები იმის ბაზარს, საფრანგულ ბაზარს მიები სხვა ბაზარს. რატო ხარ? რატო არ შეიტანო თუ ეს მე ხო ვიცი რამდენიმე გულის კომპანია რომელიც რუსეთის დანახვაზე და გაგონებაზე ცუდად ხდება მისი დამფუძნებელი და დირექტორი, ხო? მაგრამ იქ ეძებენ გზას როგორ ჩაიტანო. აი ამან დაგუყვა ჩვენ ეს 30 წელი. აი ამან დაგუყვა, როცა შენ პოლიტიკური აი ვინმე არ დამცინოს, არ დამაბულინგოს, ვიღაცამ ჩემშულს არ უთხრას რომ ამა შენი რა განცხადებებს აკეთებენ, როგორ ჩვენ შულებს ეუბნებიან. ეუბნებიან რომ სულ გაგიჟდა მამა შენი სადადის რას აკეთებს რომ ამისი ეშინიათ მაგრამ ფული უნდაც მოო მე რაღაცა რომ მოხდება რომ გაიხსნება იმ ფულით დაიწყებენ რომ აი ჩვენ სად ვიყავით ეს სად იყო მიშა და პეტრე და პავლე და ესენი ჩვენ ვიყავით რომ ქართულ ეკონომიკას ვაძლიერებითო კი ბატონო ან ვიზო რეჟიმის პირდაპირ ფრენების აღდგენა რო იყო ხო რამდენი რაც შეგვეძლო ხო ყველაფერი გავაკეთეთ კი ბატონო ბულინგი დაიწყეს ჩემი თქვენი რა ვიცი ყველასი ვინც კი მონაწილეობდა ამ საქმეში გახსოვთ ხო რა ბულინგი წამოვიდა პირველები ვინ ჩაჯდნენ ვინ ჩასხდნენ იმ თვითფრინავში კი ბატონო ერთი კვირის შემდეგ ჩაფრინდნენ ოპოზიციონერები ლიბერალები გლობალისტები მოსკოვში სიტუაციის დასარეგულირება და ისეთმა ხალხმა მითხრა ისეთმა ხალხმა მოსკოვში მიფრინავო რატომ მიფრინავ მე ვთქვა აიგო ჩემი მილიონერი ძმაკაცია და იმან დამპატიჟა დრო უნდა გამატარებიოსო წადი მოთხარ ვაშინგტონში წადი იქ წადი აქ წადი არო იმასო დიდი ფული აქვს და ის ანუ ეს სხვის ხარჯზე გაკეთებული არავის არ ვამადლით ჩვენი სამშობლოსთვის და ჩვენი მომავლისთვის ვწავლობთ მართლა აი ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე რა შეიძლება დღეს ვიღაცას მილიონიანი სახლი ქონდეს 2 მილიონიანი აგარაკი ქონდეს რომელიც იზრდება იმასა სოკოები ვიფრამოდის კოჯორი ტაბახმელას გზაზე მაგრამ თუ სიტუაცია აირია თუ აირიას ეს 92 წელი არავის არ ეგონოს 92 წელს ასხდებოდა რუსთაველის პირველიდან რუსთაველის მეტრომდე რო იყო კონფლიქტი და პლეხანოვზე ისე кейფი იყო როგორც ჩვეულებრივ ქალაქში ხო აქ სხვა ამბავი იქნება არავის არ მოეჩვენოს რომ ის ნაპარავი თუ ნაძარს ვიქონება იმე შერჩება სახლებში შეუვარდებიან ყველა სინამდვილე იქნება აი როგორც თქვენ ხედავთ ისე გეუბნებით ამას იმდენი 35 წლიანი ბოღმა არის დაგროვილი არც ერთმა ხელისუფალმა არ იკადრა და ეს ბოღმა არ გამოაშვებია ხალხს და ისე ნუ ვიზავთ რომ ეს გასკდეს ეს ბოღმა და მე ყველაფერი დაანგრიოს რატო ვამბობ რომ ჩემი შვილებისთვის შეიძლება მართლა დატოვო 2-3 აგარაკი ისეთი მაგრამ თუ რაღაცა მოხდა ის აგარაკები შეიძლება ერთ დღეში ნაცარტუტად აქციო და ჩვენ ამის სამწუხარო მაგალითი გვაქვს აფხაზეთი სამწუხარო მაგალითი გვაქვს სადაც ხალხმა ისეთი ქონება დატოვა თბილისში არ დაესიზმრებოდა ბევრს ისეთი სახლი და ისეთი კარი და ისეთი ავეჯი და ისეთი ჭურჭელი ხალხში ადავდიოდი სოხუმში და ვიცი რაც ვამბობ ხო თბილისში ძალიან შეძლებულ ადამიანს თუ ქონდა ის რაც იქ ქონდა საშუალო მაცხოვრებელს მაგრამ აი ბედის უკმართობამ იმან რომ ვერ გადავდგით მაშინ სწორე ნაბიჯი მათ შორის დასავლეთ საქართველოს მოსახლეობამ მათ შორის ხელისუფლებას შეგნებულად არ გადადგა ეს ნაბიჯი და კონფერენციაზე ვთქვი რომ ორივე შემთხვევაში დასავლეთის ზეწოლის შედეგად შეიძლება ბევრს არ მოეწონოს ახლა რასაც გავიმეორებ დასავლეთის ზეწოლის შედეგად მოხდა ის უბედურება რაც მოხდა 92-ში და 2008-შიც ორივე შემთხვევაში ჩვენ უნდა ყოფილიყავით პატარა უკრაინა უბრალოდ მადლობა ღმერთს დროზე მოხდა ლოკალიზება სიტუაციის და არა გვაქვს ჩვენის ტერიტორია არ შეიარაღება და ბევრი რამ რაც გამოიყენებდა დასავლეთი აი ამ ტყუილზეა საუბარი ამ სიმართლის დამალვაზეა საუბარი იმაზეა საუბარი რომ შენი მომავალი შენი მეზობლის გარეშე გამორიცხულია გადამთიელზე რომ მუშაობ შენი მეზობლის საწინააღმდეგოდ ის ყოველთვის უფრო სწრაფად მოახდენს რეაგირებას სანამ ის გადამთიელი მოვა და დაგიცავს თუმცა არც ერთ ეტაპზე ბატონო დავით ხო იცით რომ არავის არ უცდია ჩვენი დაცვა არც ერთ ეტაპზე 92 წელი მოყოლებული დამთავრებული დღევანდელი დღით ყველა ცდილობს რაღაცა უბედურებაში გავხვიოს. არა თუ დაცვა პირდაპირ ჩალაგებული ქონდა ჩემოდნები და ჟარგონი რო გამოვიყენო ითესებოდნენ აქიდან. ისევე დაითესნენ ეს ნოე აფერისტი ჟორდანიას ხელისუფლება. და ჟორდანიას ქუჩა და ეს იყო ჩვეულებრივი თაღლითები დაბალი განვითარების შეიძლება ორი წიგნი წაკითხული ქონდათ მაგრამ ცუდ განათლებაზე ცუდი ჯობია ადამიანი გაუნათლებელი იყოს ვიდრე ცუდი განათლება ქონდეს და რაღაცა უბედურება ქონდეს ნასწავლი ხო
1 საათში გაქრენ, გაიტაცეს განძი და წავიდნენ. ესენი მთაწმინდაზე ყავთ დასაფლავებულები. ნახეთ რა როგორი ისტორიის გაუკუღმართება ხდება რა. იმიტომ რომ ეხლა მოდაში იყო ის ეროვნული მოძრაობის, აქ ნოე ჟორდანია, ჩაოლევრი აფერისტები. კანონს, კონსტიტუციას იღებდნენ ბატონ ვალერიის ხომ გადაცემაში. კონსტიტუციას იღებდნენ და 15 წუთში შემოვიდა რუსეთი. 3 წელი რას მიკეთებდი? არა, ძმაო, კეიფობდნენ და მიდი დროს ტარება და იმაშობოდნენ ამ თავის თანამდებობების კბობა ქონდათ. და გაიხსნენ მე და საფრანგეთში საკმაოდ კარგად გზნობდნენ თავს. არავის არ უშიმშილია და არავის არ უფიქრია საქართველოზე. აი ამაზეა საუბარი და დღეს იგივე არ გავიმეოროთ. სანამ დრო არის კიდე. მე ღმადა ვარ დაწმებული. ამას ავსდებით, მაგრამ ჯობია წინასწარ ვთქვათ, თუნდაც თქვა რომ გვაშინებთ, არაა პრობლემა. ცოტა შეგვაშინდეს ყველას ერთად. მარტო ჩვენ ხომ უნდა ვინერვიულოთ, სხვებაც ინერვიულოთ. მაგრამ ეს არის შენი გადასაწყვეტი, შენ როგორც მოიქცევი, შენ როგორც მოგინდება, ისე იქნება შენი მეზობელიც. ამერიკის შეერთებული შტატები აქედან წავა და ეხლა არის მოსაფიქრებელი და ფიქრობენ როგორ წავიდნენ. რომ არც შტატები დარჩა შეურაცხყოფილი და სახედაკარგული და რუსებმაც და მეზობლებმა, რუსები დავანებოთ ამ ეტაპზე თავი, შეინარჩუნონ სახე და მოახდინონ იმ მდგომარეობის დაფიქსირება, რაც მათი უსაფრთხოებისთვის იქნება საჭირო. ეს არის ერთმნიშვნელოვანი. არავის დღეს აღარ ჭირდება ფეთქებადი მეზობელი, რომელიც ღმერთმა იცის რაღაცა დაგროვილი გაზის გაჟღენთილ ოთახში ვიღაცამ რაღაცა ასანთი არ გაკრას. ჩვენ ამოცანა გვაქვს ესეთი, გავიტანოთ თავი, ამოვიღოთ კონსტიტუციიდან ეს 78 მუხლი, დავიწყოთ პირდაპირ დიალოგი რუსეთთან, დიალოგს როგორც კი იწყებ, იმ წუთში გამოჩნდება გზა. მათ შორის აფხაზეთთან ურთიერთობის, მათ შორის სოხუმთან, ცხინვალთან, იქაურებთან ურთიერთობის, ჩვენ დრო არ აქვს, კიდე ერთი თაობა და ჩვენ ვერ დაველაპარაკებთ, ჩვენ ერთმანეთს ვეღარ გაუგებთ, იმიტომ რომ აბსოლუტურად უცხოები გავხდებით ერთმანეთისთვის და ვინ იხეირებს, ისე ვიხეირებს ჩვენი არაკეთილი სურვილი. და არა მეგობარი. მეგობრებმა ჩვენ დასავლეთის 33 წლიანი მეგობრობა მაპატიეთ აი აქ აგვაქვს უკვე ბოლომდე შევისრულეთ ყველა გაგებით. და ახლა გამოჩნდა მატერიალური სახე. ხო, ანუ ეხლა მიდიხარ შერო არის ხარება და გოგიაში. როეუბნება ხელებიო მაშინ გვაქვს სისხლში გვაქვს და ეხლა აღარ გვაძლევ ვერც ერახს ვერც იმასო. ანუ როდესაც ყველაფერი გავუკეთებიე 30 წელი გემსახურე ჩემი ჯარით, ჩემი ურთიერთობით, ჩემი ტერიტორიით, ყველაფერი გემსახურე და ეხლა მიდიხარ? ეხლა სად მიდიხარ? იმიტომ რომ არასდროს არ იყო მოსული. ანუ ვიღაცა რო წავიდეს, უნდა მოსული იყოს. არავინ არ იყო საქართველოში მოსული. ეს იყო დისტანციური იდეების და დისტანციური იმედის მოცემა და არ მოვიდნენ და ასო მორჩა. აი დაამთავრეთ დღეს და ახალგაზრდებმა კიდე ერთხელ ახალგაზრდები უნდა დაждდნენ, აიღონ ფანქარი და ქაღალდი და დაწერონ რა მოხდა. და რო ვერ შევალთ ამ როკავშირში მე რა სიტყვია რომ ჩვენ აუგზა. ანუ მე რა სიტყვის აი საქართველოში იყო ესეთი ძალებიო, პარტიები, არ მინდა გვარები ჩამოთვლა, ისა რა ქვია, ორგანიზაციები, რომლებიც არ უნდათო ევროკავშირის შესვლაო. ვიციქო, ძალიანაც გვინდოდა ქართველების უმრავლესობას ევროკავშირში. მიგვიღეს ამერიკის შეერთებული შტატები ვიზებს რატო არ გვიუქმებს? ან შემსუბუქებულს რატო არ გვაძლევს? არა ხარ მათი ინტერესების სფეროში, არა ხარ გამოსაყენებელი ობიექტი ვართ ერთჯერადი თებში. მე მაპატიეთ ასე რომ, მაგრამ სამწუხაროდ ესე გამოდის, ხო? დაჯექი ახლა და რა მომივიდა? მოგივიდა ის რომ ვერ დაინახე მომავალი. ვერ გათვალე შენი ქვეყნის ადგილი, ვერ გათვალე ის რომ რუსეთი მაინც დადგებოდა ფეხზე. და თუ ვიღაცას დღეს გონია რომ ახლა 5 თვითმფრინავი დაუბომბეს და ამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა. ყიჟინა აქვს ატეხილი, უხარი. 1812 წელს მოსკოვი გადაწვა რუსმა. წავიდა მოსკოვიდან. 36 დღე თუ 14 დღე იჯდა ნაპოლეონი აყროლდა, გაგიჟდა, გაიქცა. მოსკოვთან იყო მეორე მსოფლიო სამამულო ომის დროს. მოსკოვთან 40 კილომეტრში იდგნენ. რაც მოხდა? არც კი 25-ში. ხო. ანუ მოხდა ის, რაც მოხდა, ხო და ახლა დღესაც თუ ამდენი ისტორიული ანალიზის, ისტორიული მოვლენების ანალიზის გაკეთების უნარი არა გვაქვს, მაშინ ვისაც აქვს და ვინც ამას ამბობს, იმას ნუეუბნები რომ მოღალატე ხარ და კაცის მკვლელი და აი თქვენ რუსეთუმეები. ებადნო რუსეთუმეებიც ვიქნებით და ცოტა უფრო მეტიც. თუ ამ ქვეყანას გამოვიყვანთ და ამ ქვეყანას ყველა ვარიანტში გამოვიყვანთ ღმერთის წყალობით. მე და ჩვენ არა, მარტო აი ეს
10,000-ობით და 100,000-ობით ადამიანი, რომელიც აი ამ ხელმოწერებისთვის მზად არის და კიდევ უფრო მეტი იქნება, იმიტომ რომ სხვა გზას ვერ ხედავენ. იმიტომ რომ ჩვენ ლამაზი თვალებისთვის არა, მათ შორის რა თქმა უნდა, ჩვენ მიმართ ნდობა, მაგრამ ამ ხალხმა გაიაზრა, რომ თუ ეს არ დაიწყო და ეს მოლაპარაკებები არ დაიწყო და ეს ხელმოწერები არ იქნა ხელისუფლებისთვის ჩვენი მხრიდან, ასე ვთქვათ, შეგონების, შეძახილის მექანიზმი, შეიძლება ძალიან მძიმე დავამთავროთ სიტუაცია. მადლობა ბატონო მიხეილ გადაცემაში სტუმრობისთვის. მე მაყურებელს შევახსენებ ჩვენი სტუმარი გახდათ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი და ჩვენ შევხვდებით უკვე ზეგ. მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის.